შეურეგო ჩვენ ვიყავით ახალდაბაში მანქანასთან მოვიდით სანახულოდ რაღაცა პატარა შეღავათები კიდე არის დარჩენილი ისო შიტოკეს მიყანდება თავისუფლად შიტოკი რომ ეყონდება მე კიდე პატარ-პატარა რაღაცა ყურადღებას მივაქცევთ უფრო გავალამაზებ და ეხლა დასწრებულ მდგომარეობაში ხვალ უფრო ატყობეს და უფრო ლამაზ განახებთ კაკარს კარგად გარეცხილს ან ცოტა ტვერია ყრია დგომისგან რაღაცა სადოა და ხვალ უფრო კაი ვიდეოები შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა პარკურსასთან ერთად რა თავის თეთრ შამილას დავარქვი მე მაშინ თეთრ შამილასთან ერთად შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ვიდეოებს და ვიდეოებს TikTok გვერდი პარკურსას TikTok გვერდი, Instagram-ის გვერდი. გამოვიწეროთ და კაი ვიდეოები იქნება, კაი мотивაციას თუ მოგცემთ, უფრო კარგი იქნება და კაი ვიდეოებს ჩვენ მოგცემთ. მე ვიდეოებიდან გამომდინარე პარკურსამ, როგორც თქვა, დონაციები თუ წამოვა, ვინც უფრო მეტ დონაციას გააკეთებს, მისი Instagram-ი იქნება პარკურსას CLS-ის ფანჯარაზე, როგორც ესეთი მიკრული, რამოდენიმე შეიძლება თვე იყოს. თვე იქნება მიკრული, ყოველ შემთხვევაში ერთი თვე მაქსიმუმ მაინც იქნება რა. მე როგორ ხასიათზე რანაირად იქნებით თქვენს, როგორ мотивაციას მოგცემ, მაგაზეა დაკავშირებული და დავი. ნახოთ აბა როგორი დონაციები იქნება, როგორი სიტუაცია იქნება და მე შეკრებებსაც მოვაწყობთ, აუცილებლად მოვაწყობთ. ერთ შეკრებას მაინც გულში ჭიას გავახარით ყოველ შემთხვევაში და შეკრებასთან თავი დავნებოთ, კაროჩე ყველაზე კაი ვიდეოები წამოვა, უკვე აწყობილზე. უბრალოდ კეთება. გავაკეთეთ ამორტიზატორები. კიდე რა გავაკეთეთ? რაღაც პატარ-პატარა ისენიც გავაკეთეთ შეღავათი ყოველ შემთხვევაში. აი ხა კარჩე ვარ სადაც ახალდაბაში. აი ნახეთ მეგობრებო, ძალიან ულამაზესი ადგილია, რა სიმშვიდეა და რა მშვიდად დგას ჩვენი მანქანა. აი სულ რაღაც აი იქ დგას. ანუ ვაფშე ხა წავიდეთ და ვანახოთ, აი აქედან გადაგახედებთ როგორც რანაირად შეგვეძლება მანქანას განახებთ, აი ხა წავალთ კაროჩე და განახებთ. მანდრავი ხა რომელი საათი? საღამოს გვითხრეს რომ დავაყენებთ უკვე რა შტოკებს. თუ ეგ პროცესიც გადავიღეთ ჩავს ვიდეოში. თუ არა და უკვე გაკეთებულ შემოგთავაზებთ. მე მგონი გაკეთებული ჯობია შემოთავაზება. პატარა ვიდეოები გადავიღეთ და ჩავს მაგიებსაც რა. მეგობრებო, სურპრიზი დაგვხვდებათ, სულ რაღაც 2 წუთში. ანუ შეხედეთ რა. აი ისეთი ლამაზობა, შიდოკებზე უფრო ლამაზი იქნება რა თქმა უნდა. ეხლა ავდივართ მანქანასთან. და განახებთ რა მდგომარეობაში, ანუ წინა ვიდეო რაც გადავიღეთ რა, მიკროფონი კი გვეჭირა და ვლაპარაკობდით, ალბათ ჩავსავან, იმიტომ რომ ცუდი ვიდეო შეიძლება გამოვიდეს და შეიძლება არ ჩავსვა და ახლა გადავიღო თავიდან ის ვიდეო, რაც იმ დღეს გადავიღეთ, როცა მანქანა ვნახეთ. მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით ასული და მოკლედ, პატარა ვიდეოები შეიძლება ჩავსვა, რაც გადავიღეთ. როგორ მდგომარეობაშია მანქანა, მაგას ნახავთ. გაკეთებით რაც გავაკეთეთ ვიდეოებს ჩავსავა რა სიტყვერათაც რომ გაიგოთ და მიხვდეთ გავაკეთეთ ამორტიზატორები პადუშკებზე რო იყო ამორტიზატორებზე გადავიყვანეთ გავაკეთეთ კიდევ ლუკი იყო გაჭედილიო და ეგეც მუშაობს შიტოკები უნდა დავუყენოთ დღეს და ხვალ წესით მანქანა მზად უნდა იყოს და დანარჩენი უკვე დროის ამბავია რა და როგორ გაკეთდება. კრებას რაც შეეხება მინდა შევკრიბო საქართველოში თბილისში ვისაც ყავს W219 ჩვენაერი CLS და მინდა შევკრიბო 219-ები თბილისში ვისაც ყავს და გავაკეთოთ ერთი დიდი შეკრება, სადაც იქნება გადაღბები გაზაობას და დრიფტოვობას ვისაც არ ენანება მანქანა და ვისაც შეუძლია რომ გააკეთოს, ბაზარი არ არის, მე ხელები ამიწევია, მე ჯერ მანქანას ვაკეთებ ასე რომ ჩემი მანქანისგან ასეთ რამეს ჯერ ვერ დაინახავ და ვერც ნახავთ ჯერჯერობით, ალბათ ვერც ამომავლოთ, იმიტომ რომ ჩემთვის CLS არ არის საგაზაო და მსგავს თემების მანქანა რა, CLS-ით უნდა იდასაო და იკაიფო.
ასე რომ ვისაც არ ენანება არც საბურავი არც მანქანა, გადაღებებისთვის მართლა კარგი იქნება, ასე რომ ვისაც მანქანა არ ენანება, დამიკავშირდით Instagram-ზე. ან ვისაც იცნობთ, ვისაც 219 ყავს, გავაკეთებ ერთ ჩატს, სადაც ყველა ვისაც 219 ყავს, ისინიც ვიქნებით და ხალხსაც დავამატებთ, რომ უფრო მეტი და ხშირი შეკრებები ჩავატაროთ თბილისში ან თბილისის გარეთ. ასე რომ მიაქტიურეთ, არხი გამოიწერეთ, ვიდეოები დაალაიქეთ და გამოგყრობით როგორც Instagram-ზე, ასევე TikTok-ზე. დანარჩენს უკვე რავი ვიდეოში ნახავთ და უკვე რასაც გავაკეთებ და რასაც ვნახავთ, მოკლედ ყველაფერს უკვე შემდეგ ვიდეოში გეტყვით. დროებით. ნახე როგორ ერთდება, ნახე რა ლამაზია, ერთია საქართველოში, ევროპა და აზია, სინდისი და ნამუსი, სიყვარული უფარის. აი ვაშია ფილტრები. ო, ორი წაში. ო, ფილტრები გამოუცვალე. ო. აი ახლა განდის ზეთი. აიგე. ეხლა იგი ახდება, აი ფილტრები შეიძლება დასაწყენი, მაგრამ სანახავია შეიძლება პრაქტიკა იყოს, აიგე. ეგუნე შეუწყიტო და დროსელიო, რავი, დროსელი მე მგონი აი ეს. ო, აი გარი. აი დროსელი უნდა გაარეცხინო რა. ეგრე შეცვალე. ეგრე ყველა პოლიცი გიდა. ო. დას ავინახე. აი, ოქროენიტი გივინდა ეს ცალი პოლიცი იყო და ხალი წამოვღებინებ და მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ როგორც იქნება დღე დადგა. კადოში რო ის მანქანა ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში ასე რომ მოიხოდა რა. ასე რომ ვიძახით იმას რომ TikTok-ი წინა უკანა პადვესკა პატარა რაღაც ცები უნიშნულობასები ცოტა დავშახელზე. ტექს მოტერი რო გავატაროთ. მაგასაც მოუხოძავთ. რა ყოველ შემთხვევაში ეხა ისეთ ხოზე არის რომ თესლაობა მაინც შეიძლება მანქანით რა. მოდაგენ ნიკუშხე გადავა მანქანიდან და დაგათვალიერებინებთ რა არის, როგორ არის, რანაირად არის და როგორ ვიძეთ გას. წამონიკა. დღეს არის 11 ივნისი და მოკლედ სანამ მანქანას გავაკეთებთ, ყველაფერი მოვასწარი საერთოდ. ბანკეტი, ჩემპიონატი, ბოლო ზარი, აი საერთოდ ყველაფერი მოვასწარით სანამ მანქანას გავაკეთებთ. და მოკლედ დადგა ის დღე, როცა მანქანა ნეინელა უკვე დასასრულისკენ მიდის, რეები გავაკეთეთ, ესე იგი გავაკეთეთ პადუშკები რო ქონდა გაფუჭებული, ამორტიზატორებზე გადავიყვანეთ, მაინც თავი დავიზღვეთ ყველაფერსგან და ეს პადუშკები იყიდება. მომწერეთ პირაში და ყველაფერს დეტალურად იქ მოგწერთ, ასევე იყიდება ჩვენი ძველი წინა და უკანა შტოკები. თუ არ ჩავაბარით არსად, ნუ გავყიდით. და დადგა ის დღე, როცა მანქანას დავუყენით შიტოკები, აი სრულიად შეცვლილია მანქანა, აი აქამდე როგორ ვითბენდით, რო არ დაგვიყენებინა და აი ანუ წარმოიდგინეთ რამდენიც ვითბენდი, რომ ეს შტოკები დაყენებულიყო, იმიტომ რომ ფინანსებიც ხო არ იყო, ცალკე დრო არ იყო და
მოკლედ დად გაისწრე, როცა მანქანა სრულიად შეიცვალა და უფრო გალამაზდა, თან ძალიან გალამაზდა. შევცვალით ორივე შტოკები, წინაც და უკანაც. გავაკეთეთ ლუკი, ამორტიზატორები ვთქვით და ტეხას მოტორზეც გავატარეთ, ანუ აზრზე ხართ, რა მიღწევა ამ მანქანისთვის. საერთოდ აღარ ბოლავს და როგორი კმაყოფილი ვარ ხა იცი ამ მანქანით, შემიძლია დღე და ღამე ვიარო ამ მანქანით, უპრობლემოდ დადის. და ზოგი რომ ეუბნებოდით, რომ ტეიქ ვერ გაატარებს, ტეხას მოტორს ვერ გაივლის, ძველი მანქანა, გემონება არ გაქვთ. პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ იმდენ ხალხს უყვარს ეს მანქანა, რომ თქვენი ერთი უარყოფითი აზრი არავის არ აინტერესებს იქ რა. იგივეა რომ Mercedes-ზე თქვას BMW-ში ნიკმა რომ Mercedes-ი არ ვერ გავა, რაღაც ეგეთი პონტია რა. არსებობს მანქანის ერთი მხარე და არსებობს მეორე მხარე. ზოგს Mercedes-ი უყვარს, ზოგს Tesla უყვარს, ზოგს BMW. ერთმანეთზე უკეთესები არიან ყოველი მოდელი და გემოვნებაზე არ ვდაობთ ხოლმე ზოგადად. ასე რომ მოკლედ ჩემ გემოვნებას აწინუღა შეეხებით, რავი. და ხო, Instagram-ის და TikTok-ის კომენტარებიც მინდა განვიხილო. სანამ მანქანას გავაკეთებდით, ძალიან ბევრი მწერდა და აღმოჩნდა ძალიან ბევრი ბავშვი, ვისაც ჩვენთვის დახმარება უნდოდა, მაგრამ ასაკი არ უწყობდა ხელს. შეიძლება კომენტარებიც კი ჩავსვა. ზოგი აღმოჩნდა 12-ის, 11-ის და მსგავსი ასაკის ბავშვი, ვისაც უნდა თანხის ჩარიცხვა, მაგრამ პატარა ვარო და ჯერ ვერ ჩაგერიცხავო. და რა მომიბოდიშეს და ძალიან საყვარლები ხართ ყველა და ძალიან გულში მიზიხართ თითოეული კომენტარის ავტორი, ვინც ეგეთი კომენტარი დამიტოვა. თქვენი ეგეთი კომენტარებიც კი უკვე დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ეს მანქანა უკეთესად დაგანახოთ. და მოკლედ ამ ვიდეოს ვიღებ დაახლოებით 1-3 თვეა. მაისს რო დავიწყე, ეგ მახსოვს. 3 თვე შეიძლება კიდე ბევრი იყოს, მაგრამ 3 თვეა დაახლოებით მანქანა 3 თვის წინ დაახლოებით მანქანა უკვე იდგა და მოკლედ იდგა რა. ხა სხვების აზრით რო გიკითხათ იდგა კი არა ვყებოდა, მაგრამ იდგა მანქანა, ეს არ არის ადამიანი რომ დადგეს და გიღალატოს, ცელესია ბოლო-ბოლო, ხო? შენ ძველი ეძახი, მაგრამ რავი როგორც ადამიანი კი არა, არ გღალატობს რა. და მაგის გამო ძალიან ყოფილი და მადლიერი ვარ. საბოლოო ჯამში ამ ვიდეოს ვიღებ დაახლოებით 2-3 თვე და რაც კი კეთდებოდა, არ კეთდებოდა, იდგა მანქანა თუ დადიოდა, ყველაფერს ვხვდები Instagram-ზე, ასე რომ Instagram-ზე და TikTok-ზე გამოწერა არ დაგაუწყდეთ და Instagram-ზე პოსტები დაალაიქეთ. ეხება შეკრებაზე დეტალები ჯერ ყველაფერი წეს ნათქვამი მაქვს და ყველაფერი მასეა როგორც ვთქვი. და ასევე გვაქვს ჩათის იდეა, რომ შევქმნათ ჩათი და მოვიწვიოთ თქვენ ხალხი და შემოგიყვანოთ როგორც ყველა იუთუბერს აქვს ჩათი შექმნილი. და საბოლოო ჯამში თბილისის გარეთ ჯერ პირველი ალბათ თბილისში იქნება. გავაკეთებ შეკრებას და საშუალება გქნებათ როგორც YouTube-ის ვიდეოში მოხვდეთ, ასევე ინდივიდუალურად მანქანაზე გადაღებები მოვაწყოთ დებით და მოკლედ გვაქვს იდეის დონეზე, რომ ეს შეკრება გავაკეთოთ და მოვხდოთ გადაღებები, ვიდეოები და ასე შემდეგ. ასე რომ არხის გამოწერა არ დაგაუწყეთ და ვიდეოს დალაიქება. მოკლედ ახლა განახებთ ბოლო დეტალებს მანქანაზე და ალბათ ამით ვიდეო დასრულება და შემდეგი ვიდეო დაიდება უკვე რა აღარ ვიცი. მანქანაკიდან კი ჩანს როგორია, მაგრამ ჯერ არ განახებთ. და ძრავში გვაქვს, ესენი შესასვლელი რაც არის დასკოჩილი. აუცილებლად და გვინდა კიდე აქედან არ ჩანს, მაგრამ ამ დახუროს ხო ხედავთ? ამას ეგეც შესასვლელი იქნება დიდი ალბათობით. იმიტომ რომ ეგ უნდა იყოს ეს გამაგრილებელი ძრავის რა. და ძალიან პატარა ყენი აშკარად. რასაც ჩემი თვალი ხედავს. ეხლა დეტალებში არ ვიცი, შეიძლება რამეს არასწორად ვამბობდე და კომენტარებში არ დამცხოთ, რაც არ ვიცი, ხა იმას არ ვილაპარაკებ მოდი, მაგრამ რაც ვიცი ის არის, რომ ესენი არის შესასვლელი. ეს ორი ფილტრი არის აქ დასაყენებელი. ხო, ძრავი კიდე CO მოვაშორეთ და აღარ ბოლავს და დანარჩენ ინფორმაციას ერთ ვიდეოს სახით განახებთ რა.
და მოკლედ სულ ეს არის ძრავი, მეტი აქ არაფერი არ გაკეთებულა და შიტოკები დავაყენეთ და მაგასაც უკვე ვიდეოში განახებთ. წავედი და არ დაგავწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. და ამანქანაზე დაგვრჩა შესაძლებია და ვიზუალი გვაქვს ეს არჩევი როგორ უნდა შეიღებოს, თეთრი დარჩება, მაგრამ მინდა ორი ხაზის დამატება, როგორც სპორტულ მანქანებს აქვთ რა. ცოტა სქელი ხაზი როა და მეორე წვრილი რა. ესე მარტივად რომ მიგახვედროთ. საბოლოო ჯამში მანქანა ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ მე უკვე სალონში დარჩება რაღაცეები გასაკეთებელი და სულ ცოტა დარჩა რომ მანქანა თითქმის ბოლომდე გაიმართოს. ასე რომ დონაციის ლინკი იქნება TikTok-ის, Instagram-ის ბიოში და აღწერაში და პროფილზე. ასე რომ ვინც და ხო კიდევ ბევრმა მითხრა დონაციაზე ვერ გადავდივარო ლინკით. ასე რომ თუ ვინმე თანხის ჩაერწყვა გინდათ, მანქანისთვის ალკე პირადი ნომერი გვაქვს გამოყოფილი და მოკლედ აქ რამდენად დავწერა არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად არ მინდა პირადი ნომრის დაწერა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვა, აუცილებლად ჩაგიდებ და მოგცეთ, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მასე ჩაგვირიცხა ფული, იმიტომ რომ დონაციის ლინკზე ვერ გადავიდა. ასე რომ თუ ლინკზე ვერ გადახვედით, მოგწერეთ პირადში. მადლობა ყველას წინასწარ, წარმატებები ყველას თქვენს და მოკლედ განახებთ ხა ძრავშირეებია დარჩენილი და მოკლედ სავარაუდოდ ვიდეო ამით დამთავრდება და შემდეგი ვიდეო მართლა აღარ ვიცი რა იქნება, იმიტომ რომ ამანქანაზე შეღებვა ცოტა ესეთი თემა რა, თუ დონაცია არ იყო შეიძლება მანქანა კიდევ დიდხანს ვერ შეიღებოს. ხო, წარმატებები კიდევ ერთხელ. მე რამდენჯერ გისურვებ წარმატებებს არ ვიცი, მაგრამ წარმატებები. ეხლა განახებთ ძრავში რა და როგორ ხდება და სავარაუდოდ კი არა დამთავრდება ვიდეო. წავედი.